Დაკლავს საარჩევნო თემატიკა, არჩევნებამდე 39 დღე დარჩა, ოპოზიციური პარტიების ლიდერები მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებენ. საარჩევნო დაპირებები და ოპოზიციის გეგმები ნახეთ თამთა პერიკლიშვილის სიუჟეტში. ნიკა ივანიშვილის პოლიტიკური გუნდი არჩევნებში გიორგი გაჩეჩილაძის მწვანეებთან ერთად ერთ ბლოკში მიიღებს მონაწილეობას. ახალი გაერთიანება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე მწვანეების ერთ-ერთი ლიდერის გია შერვაშიძის კანდიდატურას წარადგენს. მსახიობი ზაზა კოლელიშვილი კი თბილისის საკრებულოს წევრობისათვის იბრძოლებს. თუ გავითვალისწინებთ იმ სლოგანს, რომ თბილისი ჩვენი სახლია, პრობლემები დაახლოებით ყველას თითქმის ერთი გვაქვს. ამ პრობლემების შეძლების დაგვარად, ოღონდ ბოლომდე მიყვანით, რომ მივიყვანოთ ეს ბოლომდე ეს პრობლემების გადაწყვეტა. სოციალური სფერო იქნება ეს თუ რა სფეროც არ უნდა იყოს. გაზიათი თეთრი დენი ხუთი წყალი კი უფასოდ. ეს ცნობილი საარჩევნო დაპირება დღეს ქრისტიან-დემოკრატების კანდიდატებმა ხალხს გააცნეს და მხარდაჭერას თხოვეს. გია ჭანტურია და ინგა გრიგოლია დღეს ორთაჭალის მაცხოვრებლებს შეხვდნენ. ჩვენ გვინდა რომ ყოველდღიურად ადამიანებს შევხვდეთ, სხვადასხვა უბანში, სხვადასხვა ქუჩაზე მაცხოვრებელ ადამიანებს აუხსნათ ის რეალობა, რასაც თავაზობენ ქრისტიან-დემოკრატების საარჩევნო პროგრამის სახით. მოსახლეობის შემდეგ კი გია ჭანტურიამ საკუთარი საარჩევნო დაპირებები დიპლომატიურ აკადემიაში შეკრებილ მეცნიერებს გააცნო. ჭანტურია მათ დეტალურად დაუსაბუთა თუ რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს იმისათვის, რომ ქვეყანაში ენერგომატარებლებზე დაბალი ტარიფები უზრუნველყოს. ჩვენ განვიხილეთ ორი მნიშვნელოვანი საკითხი, ეს გახლავთ ცედა და საშუალო ბიზნესის განვითარება და მისი მხარდაჭერის პროცესები და ის დინამიკა, რომელიც უკავშირდება ადამიანების დასაქმებას და აღნიშნეთ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენი მთავარი ამოცანა გახლავთ ის, რომ მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული ქართველ მეცნიერთა, ქართველ ექსპერტთა, ქართველ ინჟინერთა, ქართველ სპეციალისტთა ასე ვთქვათ გამოცდილება. ამ მრჩევლებს შეხვდა დღეს ვია ძიძიგურიც. თბილისის მერობის კანდიდატმა მოსახლეობას წინა საარჩევნო პროგრამა გააცნო. ძიძიგური გამარჯვების შემთხვევაში თბილისელებს ჯანმრთელობის დაზღვევისათვის 150 მილიონი ლარის გამოყოფას დაპირდა. მოუწოდებ მოსახლეობას ახლა აქ შეკრებილ ქალბატონებსაც, ბატონებსაც, რომ ვილაპარაკოთ იმ პრობლემებზე, რომელიც არის კონკრეტულად აქ, რომ ეს საარჩევნო პერიოდი ახლა 40 დღე გამოვიყენოთ ნაყოფიერად, რომ დღესვე რაღაცა გავაკეთებინოთ ხელისუფლებას. ავარიული სახლები, დაზიანებული ქუჩები, ქალაქის დაგეგმარების პროექტები. ეს ის თემებია, რაზეც გოგი თოფაძემ არქიტექტორებთან შეხვედრისას ისაუბრა. გამარჯვების შემთხვევაში მრეწველების ლიდერი საზოგადოებას არქიტექტორების დახმარებით ყველა არსებული პრობლემების მოგვარებას პირდება. პროექტები, რომელიც კეთდება, არ არის შესაბამი მოსობაში იმ პრობლემებთან, რომელიც დღეს თბილისშია. ავარიული სახლებია, მისასვლელი გზები არ არის. ეს სოკოები სახლები რომ ამოდის ქალაქის ცენტრში და ეზო არ აქვს, სადგომი არ აქვს, გასაჩერებელი არ აქვს. ეს ყველაფერი სერიოზული პრობლემას შექმნის უახლოეს მომავალში. ირაკლი ალასანია დღეს დელისის დასახლებაში დევნილებს შეხვდა. ალიანსის საქართველოსათვის ლიდერი ასამდე დევნილ სოციალური პირობების გაუმჯობესებას და საკუთრების დაკანონებას დაპირდა. უნდა შეიცვალოს პრინციპულად სახელმწიფოს დამოკიდებულება დევნილების მიმართ. ეს მე ვთვლი, რომ თბილისის მთელი ჩვენი საზოგადოების ღირსების საკითხია, რომ დევნილი საზოგადოება იყოს ზრუნველობის ქვეშ, მათ უნდა უფრთხილდებოდეთ, უნდა უქმნიდეთ ცხოვრების ღირსეულ შესაძლებლობას. საარჩევნო მარათონი კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში გადადის. სულ მალე ზოგად დაპირებებს პარტიების მხრიდან კონკრეტული პროგრამები შეცვლის.